განათლების სისტემა საქართველოში მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან დღემდე ძირითადი ტენდენციები. ამ სახელწოდების თემაზე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა იმსჯელა. სერგო ვარდოსანიძემ ქვეყნის განათლების სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საკითხის ირგვლივ ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. გამოსვლის დასრულების შემდეგ კი მცირე დისკუსია მოეწყო. კონფერენცია უმაღლესი სასწავლებლის რექტორის 60 წლის იუბილეს მიაძღვნა. ღონისძიებაზე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მილოცვა წაიკითხა. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს სერგო ვარდოსანიძეს საიუბილეო თარიღი წმინდა სინოდის სხვა წევრებმა, სასულიერო პირებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. ბატონ სერგო ვარდოსანიძეს გულითა და თულოსავ დაბადებიდან 60 წლის თავს. იგი იმ მცირე რიცხოვან ადამიანთა წრეს მიეკუთვნება, რომელთაც ათეისტური პერიოდიდან თავისი ცხოვრება სიკვდილიდან დღემდე ეკლესიას დაუკავშირეს. მაგრამ ბატონი სერგო კიდევ იმით გამოირჩევა, რომ პროფესიიდან გამომდინარე თავიდანვე სიღრმისეულად აღიქვამდა და სწავლობდა მოვლენებს, რაც შემდეგ მისი ავტორობით გამოცემული არაერთი წიგნის საფუძვლად იქცა. ის ფაქტი, რომ იგი უკვე 5 წელია საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორია და დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით, ვფიქრობ მრავალზე მეტყველებს. მომავალი თაობის სწორად აღზრდაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა ალბათ არ არსებობს. პედაგოგობა და მით უმეტეს უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც. შევთხოვ ღმერთს შეაძლებლოს მას ამ ტვირთის ღირსეულად ტარება და ღვთისა და ჩვენი ქვეყნის ერთგული მსახურება. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. სიყვარულით ულოცავთ ბატონ სერგოს დაბადების დღეს. ეს არის დიდი მეცნიერი, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ბავშვობიდანვე, სიყმაწვილიდანვე. არის ეკლესიის გვერდით, მე კარგად მახსოვს მე თვითონ, როცა ეს იყო თითქმის 18-19 წლის და მე უკვე ამთავრებდი უმაღლეს სასწავლებელს, ჩვენ ერთმანეთი გავეცანით ორწმუნეთა ოჯახში, პატრიოტულ ოჯახში და იმის მერე ვხედავთ, რომ ეკლესიის გვერდით დგას, ეკლესიის გასაჭირი მიაჩნია პირად გასაჭირად, განსაკუთრებით უჭირდა ეკლესიას ათეისტების დროს ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო ძალზე, რომ ინტელიგენტები მას ზურგს აქციევდნენ ფაქტიურად ერთი-ორი ადამიანის გარდა და ეს ასეთი იყო სერგო, რომელიც ედგა ეკლესიას გვერდით. ბატონი სერგო არის საქართველოს საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი. მისი უწმიდესობის დიდი ხნის იდეის ხორცშესხმე მოხდა ამ უნივერსიტეტში, რასაც კათოლიკოს პატრიარქი წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში მოიაზრებდა, ფიქრობდა, სურვილი ამისთვის არკმარებდა, რა თქმა უნდა, დიდი შრომა იყო, დიდი გარჯა, ამაზე გავლენას ახდენდა პროცესები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა და რა თქმა უნდა ამას სჭირდებოდა თანამოაზრეთა გვანდი, რომელთან ერთად შესაძლებელი იქნებოდა ამ იდეის განხორციელება და მართლაც განხორციელდა ეს იდეა. დღეს საქართველოს უნივერსიტეტი ახალი ქართული ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში. ეს საკმაოდ დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტის სარგებლობს და ამას დიდწილად განაპირობებს, რა თქმა უნდა, კათოლიკოს პატრიარქის სახელი, მისი ავტორიტეტი, მაგრამ ამ ავტორიტეტს ჭირდება შესაბამის სიმაღლეზე გატარება და ცხოვრებაში განხორციელება იმ იდეებისა, რაც დაუსახა ამ უნივერსიტეტს კათოლიკოს პატრიარქმა და ბრწყინვალე და დიდებულად ართმევს თავს ბატონი სერგო. მე პირადად ვარ თქვენი ძალიან მადლიერი, იმიტომ რომ თქვენ უმნიშვნელოვანეს თემას შეეხეთ თქვენი მოღვაწეობით. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენთვის ყველასთვის ალბათ, აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ეს არის უახლესი საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის კვლევა და ეს არაჩვეულებრივი მონოგრაფიები ჩვენს კათოლიკოს პატრიარქებზე, რომლებმაც მე პირადად აი ძალიან დიდი ძალა მომცა და ძალიან დიდი წოდნა და მინდა გითხრათ რწმენაში გამაძლიერა კიდევ. გამახსენდა ერთი საინტერესო შემთხვევა, არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი იუბილეზე მის უწმინდესობას ეკითხება ჟურნალისტი. აი დღეს რა მიიღეთ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და პატრიარქი პასუხობს, რომ დღეს წირვა ჩავატარე და ეზიარეო. აი რომ დავფიქრდი ბატონო სერგო, რაც გენიალურად მოიწყო დღეს ეს
ახალ იუბილე, ეს კონფერენცია, მისი მოხსენება ეს საოცარი მხოლოდ როგორც უწმინდესობამ გენიალურად, ასევე გენიალური იყო თქვენი მოხსენება და ეს ჩვენი ერთობა, ბატონო სერგო, რაც იმას ნიშნავს და იმედია იმისა დასტური, რომ ნამდვილად თქვენი მომავალი ათწლეული, როგორც მინიმუმ იქნება ასევე დაუღალავი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის რწმენისა და ცოდნის საქმეში. დღეს ჩვენ მართალია საიუბილეო თარიღი გქონდათ, მაგრამ ასეთი ფორმატით წარმართეთ განათლების განვითარების ტენდენციები საქართველოში ზოგადად და პრობლემები და ამაზე შემდეგ გაიმართა დისკუსია ჩემი მოხსენების მერე. ძალიან კარგი ფორმატი იყო, ეს არ იყო აი ჩვეულებრივი იუბილეისე რომ ვიღაცები გამოდიან მხოლოდ და ულოცავენ და მხოლოდ წარმატებებზე ლაპარაკობენ. ჩვენ მომავლის ორიენტირებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ეს არის უნივერსიტეტი, პატრიარქის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტში ბუნებრივია მომავლის ორიენტირებზე უნდა იყოს თავარი აქცენტი.